აი ესე. ანუ კიდევ ერთხელ მოკლედ, როგორც გითხარით, ლიზი ხმიადაშვილი ვარ, შპს კახეთი ბიოს თანადამფუძნებელი და დირექტორი და მიხარია დღეს რომ დრო გამოყავით, რომ გავიცნოთ ერთმანეთი და ვისაუბროთ საინტერესო თემებზე. როგორც გითხარით, ტრენინგი უამრავი მაქვს ჩატარებული, მაგრამ ასე ონლაინ რეჟიმში არა, ანუ ჩემთვის პირველი გამოცდილებაა, მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ არ ჩამიტარებია და იმედი მაქვს, თუ რამე არასწორად იქნება ან შემეშლება, შემისწორებთ. მოკლედ, დღევანდელი დღე, როგორც გითხარით, მინდა დავიწყო მადლობით ამ შესაძლებლობისთვის, რომ შეგვიძლია ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროთ, ჩვენს გამოწვევებზე ვისაუბროთ და გაგაცნოთ ის მიღწევები, რაც ჩვენ სფეროში გვაქვს, როგორც შპს-ს და როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებს ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის დარგში. დღევანდელი დღისთვის პრეზენტაცია გავამზადე, ძირითადად არის ფოტომასალა იმ ხანგრძლივი პერიოდის შესახებ, რაც გვიკეთებია. უბრალოდ 2-3 სიტყვით გეტყვით, საიდან დავიწყეთ, ანუ და რატომ ასე ვთქვათ, რატომ ვატარებთ ჩვენ დღევანდელ ტრენინგს. მე როგორც გითხარით, დიდი ხანია ამ სფეროში ვარ, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის სფეროში, 90-იან წლებში, როგორც ბევრი, წავედი ევროპაში, ძიძად სამუშაოდ და აღმოჩნდა, რომ იქ იყო სფეროები, რომელიც ჩემთვის ძალიან უცხო და საინტერესო იყო და მოკლედ ასე გადავწყვიტე ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ფაკულტეტზე მესწავლა უნივერსიტეტში და მაგისტრის წოდებით დავბრუნდი საქართველოში 2005 წელს. 2005 წლიდან წლები რამდენიმე წელი ვიმუშავე ასოციაცია ელკანაში, არ ვიცი თუ გაგიგიათ ეკოლოგიური სოფლის მეურნეობათა ასოციაციაში, მრჩევლად ჩემს სფეროში და 2008 წლიდან ჩემს მეუღლესთან, რომელიც ასევე ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ელკანასი და ექსპერტი ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის დარგში, გავხდით დამოუკიდებელი ექსპერტები და დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ გვაქვს გამოცდილება როგორც ჩვენც ბევრი ტრენინგი გაგვივლია, ჩვენც ბევრი ტრენინგი ჩაგვიტარებია და 2008 წლიდან მქონდა საშუალება ეს ჩვენი თეორიული ცოდნა, ასე ვთქვათ, გადაგვეტანა პრაქტიკაში და გვენახა, რამდენად რეალურია ის თეორიული ცოდნები, რაც ევროპაში მივიღეთ, ან ევროპელებმა გაგვიზიარეს აქ საქართველოში, რამდენად შეიძლება მათი მორგება საქართველოს რეალობისთვის. ხო, მოკლედ გაგიზიარეთ ახლა ამ წუთში პრეზენტაციას და დანარჩენი მერე პრეზენტაციის მსვლელობის დროს. ნახოთ თუ გამომივა, იმედია. ასე. წამოთ. მე მგონი გამოგვივიდა. კი, გამოჩნდა. კი. კარგი ძალიან. მოკლედ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის, ასე ვთქვათ, ძირითადი ლაიტმოტივი არის სოფლის აღორძინება ახალგაზრდების ჩართულობით. კი ხედავთ ალბათ, თლათ ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ როდესაც მე სოფლის მეურნეობის სფეროში ჩავერთე, მაშინ ეს ძალიან არაპოპულარული თემა იყო და სიმართლე გითხრათ, ბევრმა აბუჩა დაგვიგდო. ნუ რა სოფლის მეურნეობა, რა აგრონომია და ასე შემდეგ. და აი სწორედ ამ ინფორმაციის და თქვენთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აგროდუოს დარგობრივი უნარების ორგანიზაციას, რომელსაც მათ დღეს საშუალება მოგცა ასე ერთმანეთს გავეცნოთ და საზოგადოებრივ კოლეჯს AIS-ის დღევანდელი ონლაინ შეხვედრის ორგანიზებისთვის. დღეს ვისაუბრებთ იმ უპირატესობებზე, რაც სოფლის მეურნეობას გააჩნია სხვა დარგებთან შედარებით და განსაკუთრებით პროფესიულ სასწავლებლებზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება უნივერსიტეტებისგან. მე კი გითხარით, საუნივერსიტეტო განათლებით ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის სფეროში და ზოგადად სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული უნარების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც გითხარით, თავიდან გავიცნოთ თქვენ ერთმანეთი, თქვენგანაც საინტერესო იქნება 2-3 სიტყვით გავიგოთ დღევანდელ დღის წესრიგს გაგაცნოთ. გავიგო ვინ მისმენს, ასე ვთქვათ, ვისთან ერთად ვსაუბრობ და რაც გამოგვადგება ბოლოში კითხვა-პასუხის რეჟიმისათვის, რომ უკეთესად მოვერგოთ მათ.
ჩვენ ვინ ვართ კი გითხარით, ყოველთვის საუბრობ ჩვენ, იმიტომ რომ მე და ჩემი მეუღლე ალიკოც არის თანადამფუძნებელი კახეთი ბიოსი და ასე ვთქვათ, ერთად ვეწევით ამ მძიმე ტვირთს რეალურად, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის კეთება საქართველოში ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ჩვენ ისტორიას ფოტოებთან ერთად მოგიყვებით, რა გვიკეთებია, სად ვართ დღეს, ამასაც ფოტოებთან ერთად ნახავთ და სიამოვნებით მივიღებთ თქვენ შენიშვნებს, კითხვებს და ასე შემდეგ. ჩვენ საჭიროებებს გაგიზიარებთ, როგორც გითხარით, აგერ უკვე თითქმის 20 წელია, ანუ 18 წელი ამ სფეროში ვარ და კახეთში მუშაობ და ბევრი გამოცდილება და ასე ვთქვათ, პრობლემა შეგვხვდა გზაზე, ამ განვითარების გზაზე, იქამდე დღეს სადაც ვართ. სოფლის მეურნეობის პოტენციალზე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, როგორც უკვე არა ახალგაზრდების გადმოსახედიდან და მინდა ერთი-ორი სიტყვით ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, განსხვავებებზე, ან ესე ძალიან მოდაშია გამოთქმა, უმაღლესი განათლება პროფესიული განათლების წინააღმდეგ ჭყალებში. რა უპირატესობები აქვს ერთს ან მეორეს და ბოლოს გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რაღაცნაირად ყველანი ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში, რომ რეალურად შედეგი გქონდეს და არ იყოს ეს შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის. ეს არის ჩვენი ლოგო, ანუ კახეთი ბიო, როგორც გითხარით, ლოგოც და დანარჩენი ყველაფერით და უკვე მივედით იმ პირველ პრობლემამდე. როდესაც 2008 წელს ვიწყებდით მუშაობას და პრინციპში დღესაც გვიწევს ყველაფერ ჩიპობა. ანუ ლოგოც ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენ დავახატინეთ ჩვენს ახლობლებს და მოკლედ ესეთი ლოგო გამოგვივიდა კახეთი ბიო. ვინაიდან გაცნობაზე ვისაუბრეთ, ხო, ცოტა რაღაცა გადმოხვდები ხოლმე და შემახსენეთ რაღაცეები თუ გამომრჩა. ორიოდე სიტყვით სასიამოვნო იქნება თუ გამიზიარებთ ანუ აუდიტორიას, ანუ გავეცნოთ ერთმანეთს რა კონტინგენტია, ვის ვესაუბრები, რომ შესაბამისად ვეცდები, რომ მაქსიმალურად მოვერგო თქვენს ინტერესებს. თუ შეიძლება რაღაცა მარჯვნიდან მარცხნივ ან მარცხნიდან მარჯვნივ ორიოდე სიტყვით გვარი სახელი და უბრალოდ რას ვიმბრძანდებით, რომ ვიცოდე. მოკლედ, ქალბატონო ვიზი, მიკროფონები არ არის ჩართული და არ ვიცი ყველას ხმა რამდენად მოვა. უბრალოდ გეტყვით, რომ ესენი ძირითადად ვინც დარბაზში ვართ და პრინციპში ონლაინ არის გამოქვეყნებული და შეიძლება ონლაინაც არიან სხვები ჩართულები. ძირითადად აქ ვიმყოფებით კოლეჯ აისის სტუდენტები, სხვადასხვა მიმართულებით და კოლეჯ აისის თანამშრომლები, რომლებიც აი ამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არიან დაინტერესებულნი. რა ვიცი სახელები ნუ მასე საკმარისია მე ვიქნება ჩართული იქნებოდა თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმში ალბათ გაგვიჭირდება თუ მიკროფონი არ იქნება ჩართული მაგრამ იქნებ თქვენ მაშინ მითხრათ თუ ვინმე სამე შეკითხვას კეთილი კარგი დღეს ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო ნიკა ბაგალიშვილი მას ალბათ უფრო მეტად იცნობთ ანუ სოციალური მედიიდან ჩვენსავით არის ბუნების მოყვარული და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა რომ არის ჩვენი მეზობელი კახეთში წნორში და სამწუხაროდ დღეს არ ეცალა თუმცა ჩვენი თანამშრომლობის შესახებ ან დაგეგმილი თანამშრომლობის შესახებ კიდევ მოკლედ ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით. მოკლედ როგორც გითხარით ერთი წამით აი ასე. ხო. მოკლედ ეს პატარა წერტილი ვართ ჩვენ ვართ წნორში საკმაოდ ცხელ და მშრალი კლიმატის პირობებში და ვცდილობთ რაღაცა პატარა ჰაბი შევქმნათ ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის აქ ამ ადგილზე. ასე ვიწყებდით მუშაობას თავის დროზე, როდესაც გერმანიიდან ჩამოვედით და მე და ალიკომ ასე ვთქვათ დამოუკიდებლად დავიწყეთ მუშაობა, როგორც მეურნეებმა, ანუ ბიომეურნეებმა და როგორც ექსპერტებმა. ეს არის სათბურები სოფელ დიღონში. თბილისთან ახლოს, რომელიც ჰქონდა ნაქირავები. სამწუხაროდ არ მაქვს ჩვენი მუშაობის დაწყებამდელი ფოტოები. როგორი ქაოსური იყო ეს ყველაფერი და ესე ჯარისკაცებივით არიდგნენ სალათები ერთმანეთის მიჯრით. ჩვენ ვიყავით პირველები, თამამად შემიძლია ვთქვა, გადამოწმებადია ეს ინფორმაცია, ვინც საქართველოში დათესა რეალიზაციისთვის რუკოლა სალათი, დათესა აისბერგი და ლოლაროსა. მათი სახელებიც კი ენათმეცნიერებათა ინსტიტუტთან ერთად ჩვენ დავამკვიდრეთ საქართველოში და
ვიყავით პიონერები ამ საქმის. დღეს რუკოლას გარეშე რესტორანი წარმოუდგენელია და 2006-7 წლებში არავინ არ იცოდა ამ სალათის არსებობის შესახებ და გემურთვისებების შესახებ. ერთი წუთით ჩავამატებ, რატომ სოფლის მეურნეობა. ეს ყველა ადამიანმა ალბათ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უბრალოდ ჩემთვის პიროვნულად ძალიან უცნაური იქნებოდა მთელი დღე კაბინეტში ჯდომა, არ მიყვარს. აქეთ-იქით სიარული ქვეყნების დათვალიერება კი მიყვარს, მაგრამ ამის პროფესიად გახდაც ცოტა უცნაური იქნებოდა, ქალისთვის მით უმეტეს კი მოგეხსენებათ საქართველოს რეალობა. მოკლედ ამიტომ ავირჩიე ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა და დიახ, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, საქართველოში არაფერი არ ვიცოდი, გერმანიაში რო ჩავედი, იქ აღმოვაჩინე ეს საინტერესო ფაკულტეტი და ჩვენ ვიყავით, პროფესიულ განათლებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვიყავით პირველი გამოშვება მაგისტრანტები ვიცენჰაუზენის უნივერსიტეტის გერმანიაში, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს როგორც საუნივერსიტეტო კურსი. მანამდე სწორედ პროფესიული განათლება გახლდათ, როგორც ეკოლოგიური, ასევე კონვენციული სოფლის მეურნეობის სტანდარტული განათლება და გერმანელების პროფესიონალიზმში ეჭვი მე მგონი არ გეპარებათ, პროფესიული განათლების საფუძველზე აშენდა ფაქტიურად გერმანული სოფლის მეურნეობა. შემდეგ დაემატა პროფესიულ განათლებას უკვე უმაღლესი განათლება. შემდეგი ფოტოც ამის მარტივი მაგალითია, ეს გახლავთ, ხო ეს წინა სალათები, რა ვიცი, ალბათ უკვე ყველა მიცის, ლოლა როსა და ლოლა ბიონდა გახლავთ, რომელიც თესლიც თავის დროზე ტარტლის მოგეხსენებათ ძალიან ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც ჩამოაქვს თესლები საქართველოში და ჩვენ თხოვეთ და ჩვენთვის ჩამოიტანეს ბიოთესლები გერმანიიდან. აი ეს გახლავთ ცნობილი რუკოლა, ეს გახლავთ აისბერგი. მოკლედ ეს არის ის სალათები, რასაც მასიურად თესავდით და დაახლოებით 1 ჰექტრამდე სასათბურე ფართი ჰქონდა იჯარით აღებული. ეს გახლავთ უკვე ღია გრუნტი, ეს უკვე წნორია. როდესაც იჯარა საკმაოდ გაგვიძვირეს და წარმოუდგენელი გახდა იჯარის გადახდა და თანაც პარალელურ რეჟიმში გვინდოდა რომ ღია გრუნტშიც მოგვეყვანა პროდუქტები. ეს არის ჩვენი ეს პირველი გახლავთ რომანას სალათი და იქით ლოლა როსა ჩანს. ეს არის ღია გრუნტში, როგორც ხედავთ, არის დასარევლიანებული, რაც ასევე ბიომეურნეობისთვის ერთ-ერთი რთულად მოგვარებადი პრობლემა არის საქართველოში. ტექნიკის არქონის გამო და შემდეგ უკვე ეს არის გახლავთ 2004 წლის დასაწყისი, ალბათ თებერვალი თუ რაღაც ასეთი. ესენი არიან ჩვენი გერმანელი პარტნიორები, რომლებიც შემთხვევით გავიცანით, ნამდვილად შემთხვევით, პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე და მათთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ რადგან ცოდნა და გამოცდილება გქონდა ამ სფეროში, რაღაც ახალი დაგვაწყო. მოთხოვნაზე დამოკიდებული იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები, რომლებიც გარკვეულ ერთის მხრივ რეალიზაციას უკეთებდნენ, ან გაუკეთებდნენ ჩვენს პროდუქციას ევროპაში. ისინი არიან კახეთი ბიოს დამფუძნებლები, მეორეს მხრივ მე და ჩემი მეუღლე ალექსანდრე კურტანიძე, როგორც გითხარით, და კიდევ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ამ ყველაფრის ფინანსურ უზრუნველყოფას და ფინანსურ მხარდაჭერას უწყობდნენ ხელს. მოკლედ ეს ასე ვთქვათ, სამი ჯგუფი შევიკრიბეთ და 2014 წლის 18 ნოემბერს არის ჩემი და ჩემი მეუღლის დაბადების დღეც და დაიბადა კახეთი ბიოც. ეს ძალიან საინტერესო და ისტორიული ფოტოა, ამიტომ ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ჩვენი შეხვედრა მინდორში, ნაკვეთში, ეს არის უკვე ჩვენი ნაკვეთი კახეთში, წნორში, სადაც სიამოვნებით გეპატიჟებით, ვისაც სოფლის მეურნეობა და განსაკუთრებით ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა გააინტერესებთ, ჩვენი კარები ყველასთვის ღიაა. როგორც გითხარით, 20 წელია უკვე ამ სფეროში ვარ და იმდენი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვეთ, არ უტრაბახობ, ასე მოგვიწია. სწორედ იმიტომ, რომ პროფესიული განათლება საქართველოში არაპოპულარულია და ფაქტიურად სულ ზღაფავ და აქამდე იმედი მაქვს, რომ შეიძლება ეს ამბავი, ჩვენ თვითონ გვიწევდა ყველაფრის კვლევა, ჩვენ თვითონ გვიწევდა ყველაფრის ექსპერიმენტების ჩატარება, ვინაიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება ერთ-ერთში საქართველოში ფაქტიურად გამორიცხულია, არც კლიმატია შესაბამისი, არც ტექნიკა და ტექნოლოგიები გვაქვს შესაბამისი, არც ადამიანური რესურსი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ერთ-ერთი ისტორიული ფოტოა, ისევე როგორც ეს გახლავთ, მოკლედ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომ გადავწყვიტეთ, რომ
საინტერესო კულტურები გაგვეშენებინა, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან, როგორც ორი აგრონომის, ჩემი და ჩემი მეუღლის, კახეთში წნორში კარგად მოვიდოდა, გადავწყვიტეთ რამოდენიმე კულტურის ჩამოტანა გერმანიიდან და ეს გახლავთ ფრანგული ტარხუნა, ასეთი კულტურა არის, საშრობი კულტურა, რომელიც ჩვენი ტარხუნისგან ოდნავ განსხვავდება, იმიტომ რომ არის უფრო ეთერზეთოვანი, ანუ მაღალი ეთერზეთის შემცველობა აქვს, ოდნავ განსხვავდება არომატით, მაგრამ არის კარგი საშრობი კულტურა. წნორი მოგეხსენებათ, ბევრი მზე, ბევრი სიცხე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოგოყანა კულტურები, რომლების გაშრობაც იქნებოდა შესაძლებელი. ხო, თხოვნა მაქვს, თუ კი ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს, დეტალი აინტერესებს ან ასე შემდეგ, სიამოვნებით გამოჩერეთ. გიპასუხებთ შეკითხვაზე, ანუ პროცესში შეიძლება და შეიძლება რა თქმა უნდა ბოლოშიც, როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება. მოკლედ გერმანიიდან ჩამოვიტანეთ, ეს გახლავთ, როგორც გითხარით, ტარხუნა, ეს არის პიტნის ჩითილი, რატომ პიტნა გერმანიიდან, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კლიენტს, ანუ ჩვენს მომხმარებელს, საბოლოო მომხმარებელს აინტერესებდა გენეტიკური სისუფთავე პიტნის და ამიტომ ჩითილები ჩამოვიტანეთ პიტნიდან, გერმანიიდან პიტნიდან. და ესეც სავალალო მდგომარეობაში მივიღეთ. ჩვენი ჩითილები ყველა რაც ჩამოვიტანეთ, იყო სულ რამდენიმე 1000 ცალი და დაავრგეთ აი ამ პატარა ნაკვეთზე. იყო შემოდგომის პირი და ჩვენ თვითონ გავამრავლეთ. ეს გახლავთ კიდევ სხვა საინტერესო ახალი კულტურა, ეს არის ველურად მოზარდი ფურისულა, რომელიც მოვსინჯეთ, ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია, რომელსაც ველურად ვაგროვებინებთ და ვაშრობთ. და მისი ჩითილიც გამოვიყვანეთ, ანუ ხედავთ ალბათ, დაწყებული ჩითილის გამოყვანიდან საათის თესლით ჩვენ თვითონ ავიღეთ, გადარგვაც, ანუ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ თვითონ. სამწუხარო რეალობაა საქართველოში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ არის რესურსი, რომ იყიდო შესაბამისი ჩითილი მაგალითად, ან შეკვეთით დაარღვევინო, როგორც ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა უცხოეთში, გერმანიაში მაგალითად, ვიწევდა ყველაფრის ჩვენ თვითონ კეთება. ეს გახლავთ იმ რამდენიმე 1000 ჩითილიდან, რომელიც გერმანიიდან ჩამოვიტანეთ, ეს ჩვენი მეურნეობაა. ეს ქალბატონები ჩვენი ოქროს გოგოები არიან, რომლებიც გვეხმარებოდნენ ჩითილის წარმოებაში და დაახლოებით, შეიძლება არ დაიჯეროთ, 1 მილიონი ჩითილი ყავს ჩვენს საკუთარ ეზოში, ჩვენი საკუთარი ხელით გამოყვანილი, რომელიც დედამცენარეები დაახლოებით 1000 კვადრატზე იყო დარგული და ეს ჩითილი გადავიტანეთ დაახლოებით 9 ჰექტარ ფართობს. ანუ გახლავთ ფრანგული ტარხუნა, პეპერმინტი და სპერმინტი, ანუ ორი სხვადასხვა სახეობის პიტნა. და ასეთი ლამაზები იყვნენ ჩითილები, როდესაც მათ ფესვი გაიდგეს გადარგვამდე ცოტა ხნით ადრე. ეს კი ტარხუნის ჩითილები გახლავთ, ეს პიტნის და ასე რთულად ვრგავდით თავდაპირველად, ეს არის ალბათ 2017 წელი, თუ ზუსტად მახსოვს. ასე ჩვენი ძვირფასი ქალბატონების დახმარებით ვრგავდით ხელით ამ ჩითილებს. ეს არის ჩვენი სამუშაო ჯგუფი, ნაწილი ისევ ჩვენთან არის, წლებია ჩვენთან მუშაობენ, ნაწილი აღარ. ბევრი სამწუხაროდ საზღვარგარეთ წავიდა. არა იმიდან გამომდინარე, რომ სამუშაო აღარ იყო, არამედ ბევრი სხვა სოციალური და გარემო პირობებიდან გამომდინარე. ეს არის კალენდულის თესვა, ასევე ხელით თავის დროზე. და ეს ჩვენი სარწყავი სისტემა, რომელიც როგორც გითხარით, როგორც ყველაფერი სხვა, ალიკომ თვითონ გამოთვალა, ჩვენს მეგობარ ფიზიკოსთან და ინჟინერი თვითონ ალიკო განათლებით ინჟინერია და დავამონტაჟეთ სარწყავი სისტემა, აბსოლუტურად ზუსტი გამოთვლებით, რომელიც წესით მეურნეები თვითონ ამას არ აკეთებენ. და თქვენი ვიდეო გაითიშა მე მგონი. მადლობა. ეს სასაცილო ფოტო, სასაცილო არ არის, მაშინ ძალიან ძიმედ განვიცადეთ ეს ამბავი. წვიმის დათესვის მერე გვალვა მოგვიწია და მოკლედ მოუწია და ესე ხელით მოგვიწია სარწყავი სისტემების აქეთ-იქით გადატანა ჩვენი გოგოების დახმარებით და ეს არის პირველი კალენდულა. ეს დათესილი კულტურებია, პიტნას და ტარხუნასთან ერთად რამდენიმე სამკურნალო მცენარეც მოვიყვანეთ და ეთერზეთოვანი მცენარეც, რომელსაც ასევე ვაშრობდით. აი, ნახედავთ აქეთ კალენდულის ყვავილია, ეს გახლავთ, კალენდულის ყვავილი და ის არის მარცხენა მხარეს არის ღიღილი.
შემდეგ საქართველოშივე ასევე პიონერულ რეჟიმში მოკლედ შევუკვეთეთ საშრობი დასავლეთ საქართველოში, ესეც მოვიძიეთ და საკმაოდ რთული ამბავი იყო, არის პროტოტიპი ჩაის საშრობი დანადგარის და ვინაიდან როგორც გითხარით, ელტანიდან გამომდინარე და ჩვენი სამრჩევლო სამსახურიდან გამომდინარე მთელ საქართველოში ყავდა ფერმერები, ნაცნობები და გამოცდილება სად რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მოკლედ იქ შევუკვეთეთ, ოღონდ ეს საშრობი არის ელექტროლენტური საშრობი, ეგრეთ წოდებული, რომელიც აბსოლუტურად ერთადერთია, იმიტომ რომ აბსოლუტურად მორგებული იყო ჩვენს საჭიროებებზე, როგორც ტემპერატურით, ასევე ქარის ვენტილაციის განაწილებით და ასე შემდეგ. თუმცა გვაქვს მზის საშრობიც, უკაცრავად, მზის საშრობიც, ის ფოტო არ არის სამწუხაროდ, სადაც ესე ოთხკუთხედ, ასე ვთქვათ, ხო, ლისტებზე დავარქვათ, ვალაგებდით ყვავილს და ვაშრობდით და ეს არის ჩვენი პირველი პროდუქცია. შუაში ხედავთ კალენდულას, იქით უკან არის ფურისულა, რომელიცაც ველურად ვაგროვებთ. ეს ლურჯი არის ღიღილო, ულამაზესი პროდუქტები, უმეტესობა მათგანი არის ჩაის დანამატები ან სამკურნალო მცენარეები. ეს გახლავთ ჩვენი გოგო, რომელიც რომაულ გვირილას კრებდა თავის დროზე, ეხლა 14 წლის არის, ამ სურათში იყო 3 წლის და ესე მოკლედ კენგურუთი დაგვყავდა თან და მუშაობდა ჩვენთან ერთად. ხო, ეს არის სურნელოვანი რომაული გვირილა, როგორც გითხარით, რომელიც ასევე ერთ-ერთი ჩაის კულტურა არის და ეს გახლავთ ფარსმანდუკი, რომელიც ასევე ჩვენ მოვიყვანეთ, ფარსმანდუკის მოსავლის აღების პროცესი, ესენი ჩვენი გერმანელი მეგობრები არიან, რომლებიც მოხალისეებად იყვნენ ჩვენთან რაღაც პერიოდი. ეს კიდე გახლავთ ღიღილო, ასევე ჩაის ყვავილს, გერმანელები ეძახიან ჩაის მოსართავი მცენარეებიო, რომელსაც რა თქმა უნდა სამკურნალო თვისება აქვს, მაგრამ ჩაისთან ერთად იმდენად მცირე დოზით მიდის, რომ უბრალოდ სილამაზისთვის არის უფრო. ეს არის ღიღილოს კრეფის პროცესი. ეს ძალიან საყვარელი ფოტოა, მინდა აუცილებლად გითხრათ, ახალგაზრდობის ჩართულობასთან არაფერ შუაშია, მაგრამ უბრალოდ შუაშია იმასთან, თუ რა ჯანსაღია სოფლის მეურნეობა. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომლის დეიდა, რომელიც ამ სურათზე არის, მე მგონი 84 წლის. ერთ-ერთი ყველაზე ყოჩაღი თანამშრომელია, ვინც კი ყავდა. სამწუხაროდ გარდაიცვალა რამდენიმე წლის შემდეგ და მოკლედ ჩვენი თანამშრომლების ასაკი იყო ხანდახან იყვნენ პატარები, სულ პატარები სკოლის მოსწავლეები, ასე ვთქვათ 8-10 წლის, რომელიც დედას მოყვებოდა, იმიტომ რომ აინტერესებდათ ჩვენთან რა ხდებოდა, რაღაც უცნაური რაღაცეები მოყავდა და აგერ 84 წლის ქალბატონი, რომელიც ტოლს არუდებდა ახალგაზრდებს. ეს არის ღიღილოს შრობის პროცესი ჩვენ საშრობში, ეს არის მზის საშრობი, წეღან ნახეთ ელექტროსაშრობი, რომელიც საკმაოდ კარგი წარმადობა აქვს და ეს არის მზის საშრობი, სადაც მზის ენერგიას ვიყენებთ, კი გვაქვს დომად კახეთში წნორში. ხო, კი ნახეთ როგორ გავდით და ვთესავდით ჩითილებს, ტექნიკა და ტექნოლოგია და მათ შორის პროფესიული განათლებაც. პრობლემა არის იმ კუთხით, რომ მაგალითად, როდესაც გჭირდება სარგავი ტრაქტორი, რომელიც თურმე არსებობდა საქართველოში, ეს არის გასპარდოს ერთ-ერთი უძვირესი დანადგარი, რომელიც იდგა 2 წელი საქართველოში, აგერ ახლოს ჩვენთან, სახელი აღარ მახსოვს, საკმოკლედ პარკში, ტრაქტორების პარკში, არავინ არ იცოდა რა დანიშნულება ჰქონდა, სანამ ჩვენ არ დაგვჭირდა და არ დავიწყეთ ძიება და მოკლედ აღმოვაჩინეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, სასწაული დამხმარე, რომელიც თვითონ რგავს, თვითონ ცელოფანს აფრენს და თვითონ დებს წვეთოვან შლანგსაც, ასე ვთქვათ, მილსაც. მოკლედ ზღაპრული დანადგარია, ჩვენი გოგოები კი გაგვიბრაზდნენ ცოტა რომ ჩვენ რაღა გავაკეთოთო, მაგრამ საქმე მათთვისაც საკმარისია ბიომეურნეობაში. ეს არის ჩითილების დარგვის პროცესი, უკვე ჩვენი ახალი დანადგარით და ასე გამოიყურება ჩვენი სალათები ხოლმე, როდესაც ამ დანადგარით ვრგავთ. ასე ზრდასრულ ფორმაში, სამწუხაროდ ამ ეტაპზე კახეთში, ანუ ჩვენთან წნორში სალათის მოყვანა შეჩერებული გვაქვს, იმიტომ რომ ამასობაში ვარდი წამოგვეწია. ერთი წუთით, ხო, ეს გადარგვის პროცესია, ვარდზეც გეტყვით. გადარგვის და არა. ეს არის გამარგვლის პროცესი.
ტექნიკა და ტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში და განსაკუთრებით საქართველოში ხო, გამარგვლა როგორც ყოველთვის პრობლემა არის ხოლმე. და აქაც კი ხედავთ, რამდენი ადამიანი გჭირდება იმისთვის, რომ სარეველა მოვაშოროთ ბალახს. ბალახს კი არა, მცენარეებს. ესე ჩვენი პიტნები გაზრდილ მდგომარეობაში და ასე ხდებოდა მათი აღება. ესეც აღების პროცესის გაუმჯობესება, ჩამოგვივიდა პატარა კომბაინი, რომლის საშუალებითაც პიტნას და ტარხუნას ვიღებდით და ასე ვაშრობთ ხოლმე გარეთ. გაშლილი არის მთელი წეზოში და ეს საინტერესო ვიდეო ხო, ასეთი შემთხვევებიც გქონია. ქარმა წაგვართვა ნახევარი მოსავალი. უკაცრავად თქვენი მიკროფონიც გამორთულია როგორც ვატყობ და კამერაც ხომ ხარვეზია რამე? აი ჩაირთო. კარგი, გავაგრძელოთ ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და შეგიძლიათ ისაუბროთ. კარგით გასაგებია. ხო, ეს მოკლედ გადამუშავების პროცესი, როდესაც ხელით ვამუშავებდით, აღებული მოსავალი მოდის და იტვირთება ელექტროსაშრობში, როგორც გითხარით, ყველაფერს ან უმეტესობა პროცედურებისა ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. ეს არის ის ფურისულა, რომელზეც წეღან გითხარით, ველურად მოზარდი. ეს არის ფურისულას შეგროვების, ან შეგროვებული ფურისულა, რომელსაც დაახლოებით 3-4 ტონას ვაგზავნდით ხოლმე გერმანიაში. და ასევე ვიბარებდით კოოპერატივებისგან. ასე შრება მზეზე და ან მზის საშრობში. ეს არის ჩვენი პირველი გაყიდული ფურისულის ტომარა, ეს არის ჩვენი პარტნიორი, რომელიც ჩვენს პროდუქტს რეალიზაციას ევროპის მასშტაბით უკეთებს და ესეც ერთ-ერთი ჩვენი გამზადებული პროდუქტი რეალიზაციისთვის, ეს უკან გახლავთ ფურისულას ტომრები, ეს წინ გამშრალი ვარდი, ესეც ტრაილერისთვის გამზადებული შეფუთვები. ეს ერთ-ერთი პატარა შეხვედრა იყო ჩვენთან წნორში, სადაც აქაური ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ ჩვენი მეურნეობით და იყვნენ ჩვენთან სტუმრად დაათვალიერეს ჩვენი მეურნეობა. ეს ცოტა შემდეგი ეტაპია, ეს გახლავთ ბიოფახი, გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიომეურნეობების გამოფენა. სადაც კახეთი ბიომ მიიღო მონაწილეობა ჩვენი გამშრალი პროდუქტებით, ჰქონდა ჩაის დეგუსტაცია და საკმაოდ ამბავი იყო ხოლმე ჩვენი და ასე ვთქვათ დახლის წინ. ეს არის უცხოელი სტუმრები ყავს ხშირად, იმიტომ რომ ასეთი მრავალფეროვანი ბიომეურნეობა საქართველოში არ არის ბევრი, სამწუხაროდ. და ხშირად მოდიან ხოლმე იმის სანახავად, თუ როგორ შეიძლება მარტივი საშუალებებით, შედარებით მარტივი საშუალებებით დაიწყო საქმე და ხო, საბოლოოდ ბიოფახზე გაიტანო შენი პროდუქტი. ეს არის ჩვენი ჩაის მიქსი, კალენდულა, ვარდი, პიტნა და ფურისულა, ერთად უგემრიელესი. ეს არის ჩვენი პარტნიორი ფერმერი, საიდანაც დავიწყეთ ვარდის ლერწის წამოღება ჩვენი ვარდის პლანტაციისთვის და მოკლედ ასე ვამუშავებდით. ეს არის ვარდის ლერწი, რომელსაც ვჭრით, ვრგავთ, ნაწილობრივ მულჩზე გადასარგავად და ეს არის ჩვენი ვარდის პლანტაცია. მოვედით უკვე ახლოს დღევანდელობამდე. ჩვენი სამკურნალო მცენარეების და ეთერზეთოვანი მცენარეების წარმოება, პიტნა, ტარხუნა და სხვა სამკურნალო მცენარეები, ასე ვთქვათ, გარდამავალი პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, ვინაიდან ვარდის პლანტაცია უკვე გავაშენეთ, ანუ და ამას სანამ სრულ მსხმოიარობამდე მივიდო და დრო ჭირდებოდა, გადავწყვიტეთ, რომ ეს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები მოგვესინჯა, დაახლოებით 15 სახეობა მოვსინჯეთ, 14-15, რომლიდანაც რაღაც ნაწილი დღემდე გვაქვს, ის სამი ძირითადი კულტურა, პეპერმინტი, სპერმინტი, ანუ ბაღის პიტნა, წყლის პიტნა და ფრანგული ტარხუნა, დანარჩენები მათ შორის ტექნოლოგიური და ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე და კრეფის ფასიდან გამომდინარე ამ ეტაპზე გვაქვს შეჩერებული. სამაგიეროდ წამოგვეწია ვარდის პლანტაცია, გვაქვს ჯამში 30 ჰექტარი, რომელიც ნაწილი თესლბრუნვაშია და ნაწილი ვარდია და ნაწილზე სხვა მცენარეები.
ვარდი გვაქვს დაახლოებით 20 ჰექტარი, ასე ლამაზად გამოიყურება ხოლმე მაისის ვარდობისთვის, ასე რომ ყველაზე რთული პერიოდია ჩვენთვის მაისი და ყველაზე კარგი სასტუმრო ჩვენთან. ასე ვკრებთ ხელით, ვარდის ყვავილი იკრიფება მაისის პერიოდში ყოველ დღე ხელით, რაღაც პერიოდის განმავლობაში ყვავილის საჯდომის და ყვავილის ფურცლებს ერთმანეთს ხელისგან ვაშრობდით მზის საშრობში, ეს არის ჩვენი მზის საშრობი, როგორც წეღან ნახეთ და დიდ რაოდენობას ვაშრობთ ხოლმე თავისთავად ეხლა უკვე მხოლოდ ელექტროსაშრობში. გადამუშავების ახალი საშუალებები დავიწყეთ, ეს არის საცდელი ვარდის ზეთის გამოსახდელად და ვარდის წყლის გამოსახდელად, იმისთვის რომ დაგვედგინა რამდენად კონკრეტულად რა რაოდენობას შეიცავს ჩვენი ვარდი, რა რაოდენობა ვარდის ზეთს შეიცავს ჩვენი ვარდი და ანალიზებიდან გამომდინარე დაახლოებით მივყვებოდით ბიზნეს გეგმას, ანუ იმას, რაც დაგეგმილი გქონდა და შესაბამისად ეს არის თურქული საშრობი, ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ეს არის ვარდის პირველი ზეთი, აი ეს ზევიდან რაც ხედავთ, აი ეს პატარა, ძალიან პატარა ფენა, თხელი ფენა ვარდის ზეთის და ეს არის დღევანდელი იქიდან გამომდინარე, რომ ვარდიც უკვე ბევრი გვაქვს და მსხმოიარობაც საკმაოდ მაღალია. დავამონტაჟეთ შედარებით მცირე ზომის, ჩვენთვის კი დიდი, მაგრამ ვარდის ზეთის მწარმოებელი ქვეყნებისთვის სათამაშოა ეს 3 ტონიანი ვარდის ზეთის და წყლის სახდელი დანადგარი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა ესეთი ლამაზი ფოტოებიც გვაქვს ხოლმე მეურნეობაში. ესე ჩვენი უცხოელი სტუმრები არიან, რომლებმაც სხვათა შორის ზუსტად ეს ვარდის წყლის სახდელი დაგვიფინანსეს ერთ-ერთი მოგზაურობისას ჩვენთან მეურნეობაში. პროდუქტების სიას ვაფართოვებთ, ეს გახავთ მთლიანი ვარდის ფურცელი, რომელსაც რეალიზაციას ვუკეთებთ გერმანიაში და ხო, ეს არის ძირითადად ის პროდუქტები, რასაც ვაწარმოებთ, ანუ როგორც გითხარით, ვარდის ფურცელს ვაშრობთ, ვაწარმოებთ ვარდის წყალს და ზეთს, ვაშრობთ ტიტნას და ტარხუნას და ყველაფერს ამას ვაგზავნით ექსპორტზე. ანუ ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა ექსპორტისათვის, ასე ვთქვათ, ექსპორტზე მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა როგორც კი მოვსინჯეთ საქართველოს ბაზარზე ფეხის მოკიდება, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული აღმოჩნდა, როგორც ლოგისტიკურად, ასე ტექნიკურად და ურთიერთობა დიდ ორგანიზაციებთან კი იცით, რამდენად რთულია და აქ დავიწყეთ მოკლედ პარტნიორების ძიება და სწორედ გაგვიმართლა, რომ წეგანაც ვახსენე, ნიკა ბაგალიშვილი ჩვენი მეზობელი აღმოჩნდა, ანუ ჩვენს მერე რამდენიმე წლის მერე ეს სრულიად შემთხვევით ჩვენს გვერდზე იყიდა ნაკვეთი და გავიცანით ერთმანეთი, ძალიან აქტიური სოციალურ ქსელში ადამიანი, ბუნებისა და სიცოცხლის მოყვარული და მოკლედ კარგად ვუგებთ ერთმანეთს და გადავწყვიტეთ ნიკა რეალიზაციას უკეთებს თავის ნედლ პროდუქტებს, ანუ ფრეშ პროდუქტებს თბილისში. აქვს უკვე პატარა მაღაზია და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს, ასე ვთქვათ, რაღაცა კოოპერაციის მსგავსად მასთან ერთად გავუკეთოთ ჩვენს საინტერესო პროდუქტებს რეალიზაცია. პირველი, სიმართლე გითხრათ, ჩვენი იდეა არ იყო კომერცია. პირველი ჩვენი იდეა, მიზეზი ამ გადაწყვეტილების იყო ის, რომ გვინდოდა, რომ ქართულ მომხმარებელს ეს საინტერესო პროდუქტები გაეცნო, ვინაიდან ყველაფერი, რასაც კახეთი ბიო აწარმოებს, როგორც მოყვანა, ისე გადამუშავება, ექსპორტი და ველურად მოზარდის შეგროვება, არის ყველაფერი ბიოსერტიფიცირებული. ამას ძალიან დიდი შრომა და ენერგია დაჭირდა ჩვენი მხრიდან და ვამაყობთ ამითი და გვინდოდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის გაგვეცნოთ ჩვენი პროდუქტები და მოკლედ ნიკასთან მაღაზიაში მალე იხილავთ ჩვენს საინტერესო პროდუქტებს, როგორც არის ჩვენი პიტნის ჩაი, ვარდის წყალი, ვარდის ზეთი, თვითონ ვარდის ფურცელი და კიდევ საინტერესო რაღაცებს. მოკლედ ეს არის ის წარმატების ისტორია, მინდა გითხრათ, ალბათ შეიძლება ასე ითქვას, რთული, მაგრამ ისტორია ჩვენი, რაც გავიარეთ 2005 წლიდან, როდესაც გერმანიიდან დავბრუნდით დღემდე. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და ძალიან გამოუცდელი ამ სფეროში და საკმაოდ ესეთი ვარდისფერი სათვალეებით უყურებდი ბევრ რამეს. თუმცა სიმართლე გითხრათ, იმდენად საინტერესო ხალხი გავიცანით, იმდენად ბევრი ადამიანი დავასაქმეთ, მათ შორის ქალები,
რომ წესით არაფერ შევცვლიდი ალბათ. იმ გზაში, რაც გავიარეთ, ერთადერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის საჭიროებები, რაც საქართველოში გვაქვს მეურნეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რისთვისაც დგას AISI კოლეჯი, პროფესიული განათლების კოლეჯი. ყველა ეტაპზე, რა ეტაპიც კი გავიარეთ, დაწყებული, როგორც გითხარით, სარწყავი სისტემის ინსტალაციიდან, თესლისა და ჩითილის მოძიება მოყვანიდან, ექსპორტის სერტიფიცირება, გადამუშავების მრავალნაირი სფერო, მრავალნაირი სახეობა და ასე შემდეგ, სამწუხაროდ საქართველოში ამ კუთხით ფაქტიურად, მაშინ მით უმეტეს, ეხლა კი ვიღაცებმა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ცოდნა გაგიზიარონ და გამოცდილება, მაგრამ იმ დროს ძალიან სერიოზული პრობლემა იყო პროფესიული კადრები. ვერ ვნახულობდით ელემენტარულად ტრაქტორის, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი ტრაქტორის შერემონტება დეფექტის დროს, ამასაც ჩვენი ბიჭები და თანამშრომლები აკეთებდნენ. რთული იყო სარწყავი სისტემის ინსტალატორის ან დამგეგმავის მოძიება, რომელიც დაგეგმავდა და მე ამას რეალობაში განახორციელებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ წმინდა სოფლის მეურნეობის თემებზე, როგორიც არის მაგალითად ბიომემცენარეობა, ბიომეცხოველეობა და ასე შემდეგ. მოკლედ აგრონომების დეფიციტი ჯერ ზოგადად კონვენციულ მეურნეობაში და მით უმეტეს ბიოში სერიოზული პრობლემა იყო ჩვენთვისაც და ამიტომ ესეთი არ მიყვარს, მაგრამ ეს ტერმინი უნდა ვიხმარო, მოგვიწია ყველაფერ ჩიკობა. ჩვენ თვითონ მოგვიწია ყველაფრის დაგეგმვა და განხორციელება. ეს რომ შევცვალოთ, როგორც გითხარით, ველოსიპედის გამოგონება არ გვიწევს, როგორც ვიცი და ამ წუთში ვარ ჩართული აგროდუოს სტანდარტების, განსაკუთრებით ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის სფეროში სტანდარტების გადახედვის პროცესში, არის ძალიან საინტერესო საშუალებები და შესაძლებლობები პროფესიული განათლებისთვის. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. და განსხვავებით 2000-იანების დასაწყისისგან IT ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს ძალიან ბევრი რამის საშუალებას. და სწორედ აქ ვატყობთ, რომ მე და ალიკო რაღაცა ცოტა სხვა თაობა ვართ და გვჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც შეგვეხიდებიან იგივე ვებსაიტის გაკეთებაში ვახერხებთ, მაგრამ ისევე რა იგივე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში, მეურნეობაში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ის პერსპექტივები, რაც ამ განხლის პროფესიულ განათლებას აქვს. და ეს პერსპექტივა რეალურია, იმიტომ რომ საკვების წარმოება, ეს ძალიან მარტივად რო ვთქვათ, საკვების წარმოება არის ყოველთვის აქტუალური თემა. და ამას ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი და ვერანაირი ტექნოლოგია სრულად ვერ ჩაანაცვლებს, კომპლექსურ გათვლებს, კომპლექსურ შეხედულებებს და მიდგომებს, განსაკუთრებით როგორც თქვი ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის სფეროში, მხოლოდ ადამიანის კომპლექსური შესაძლებლობები თუ შეძლებს, ასე ვთქვათ. რაც შეეხება წეღანაც გითხარით, გერმანიაში მაგალითად არის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის როგორც საუნივერსიტეტო განათლება, არის შესაძლებელი ასევე პროფესიული, თუმცა ვფიქრობ, რომ აგრონომიის კუთხით ბაზა, საფუძველი უნდა იყოს პროფესიული განათლება, ვინაიდან თუ არ გაქვს შეხება, კონკრეტულად არ ქონია შეხება კონკრეტულად არასოდეს მცენარეებთან, ტექნიკასთან, ნიადაგთან და ასე შემდეგ, ძალიან რთულია უნივერსიტეტის მერხთან დაჯდე და დააშენო. საფუძველია საჭირო და ამ საფუძველს იძლევა სწორედ პროფესიული განათლება. ბევრჯერ ვახსენე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გვიწევს, რომ ევროპულ გამოცდილებას დავეყრდნოთ, იმიტომ რომ ჩვენი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე ბევრი რამე დაგვავიწყეს, ისე არ არის, რომ ჩვენ არ გქონდა და ძალიან სერიოზული სოფლის მეურნეობა გქონდა, უბრალოდ საბჭოთა მიდგომებიდან გამომდინარე ეს რაღაცები დავკარგეთ და ვიღაცები წინ წავიდნენ, ამიტომ და გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ იქიდან ავიღოთ საინტერესო იდეები, განვითარება და ვფიქრობ მნიშვნელოვანია მათი
განსაკუთრებით გერმანელების ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობაში გამოცდილების გაზიარება და ისინი ამბობენ, რომ პრაქტიკის გარეშე და პროფესიული განათლების გარეშე საერთოდ არც განიხილება, ასე ვთქვათ, საუნივერსიტეტო სწავლება, თუმცა ამას თვითონ ახალგაზრდებიც არ აკეთებენ, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ თუ არ ნახე რეალურად რა არის საკეთებელი მეურნეობაში, ძალიან ძნელია მაგალითად მეურნეობის სწორი დაგეგმვა, მენეჯმენტი, ბიზნესების სწორი გათვლა, მარკეტინგი და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება, ამაზე ბევრჯერ ადრეც ვილაპარაკე, ამას დღეს იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა გვაქვს, უბრალოდ ეს ყოველთვის წლებია უკვე ჩვენი გულის ტკივილია, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს, აუცილებელია ადამიანებმა იცოდნენ ელემენტარული საფუძვლები და ნანახი ქონდეთ, როგორ მუშაობს სოფლის მეურნეობა. პრინციპში ეს არის დღეისთვის ბევრი ვისაუბრე, ძალიან ჩემი თემა სოფლის მეურნეობა და განსაკუთრებით ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა და ამიტომ უკაცრავად. კარგი იქნება თუ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ, ძალიან მინდა იმედი მქონდეს, რომ შეკითხვები გაგიჩნდათ, იმიტომ რომ ფაქტიურად მოგიყევით ჩვენი 20 წლიანი გამოცდილების ისტორია და მაინტერესებს თუ გაინტერესებთ რამე ან დამატებითი შეკითხვა თუ გაგიჩნდათ, ასე რომ ეხლა გვაქვს შეკითხვის დრო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლიზი, მართლა ძალიან საინტერესო გზა გაგივლიათ და დარწმუნებული ვარ თქვენი შრომით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ. ჩვენი ბენეფიციარებიდან რამდენიმეს გაუჩნდა შეკითხვა და მოусვინოთ მათ. მიკროფონები არ მუშაობს და აი აქ შეგიძლიათ თამარა მოდი ხმა შეიძლება შევიდეს და დაჯექიმით და მე ილია დასვლა. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო ისტორია მოგვიყევით, წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მე ესეთი შეკითხვა გამიჩნდა თქვენთან. ძალიან ლამაზი და დარწმუნებული ვარ არომატებით გაჯერებული ჩაი გვაჩვენეთ ფოტოებში. და იქ იყო ვარდი, კალენდულა და სხვადასხვა პიტნა და სხვადასხვა მცენარეების შედევრი. მე მაინტერესებს, რომ თქვენ გაქვთ რაიმე საიდუმლო რეცეპტი, თქვენ ეყრდნობით თქვენს გემოვნებას და ამ არომატებს გემოებს ესე იღებთ თუ ეფუძნებით რაიმე სამედიცინო ცოდნას, იმიტომ რომ ხო ვიცით სასარგებლოა, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი, თუმცა შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც მოდიოდეს ეს მცენარეები. აი თუ გაქვთ რაიმე ცოდნა და როგორ აზავებთ ამ მცენარეების ნარევს, ასე ვთქვათ, როგორ აკეთებთ, თუ რა თქმა უნდა ეს არ არის თქვენი ფირმის საიდუმლო. კეთილი პასუხის დროა, მადლობა შეკითხვისთვის. არა, საიდუმლოებები ჩვენს ფირმას ფაქტიურად აღარ აქვს. იყო დრო, როდესაც ძალიან ვმალავდით რაღაცებს, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან პატარები ვიყავით და ძალიან დიდი ადამიანები და დიდი ფულით ადვილად დაგვჯაბნიდნენ და გვჩაგრავდნენ, ასე რომ ვთქვათ, თუმცა ეგ პერიოდი დიდი ხანია გავიარეთ და პირიქით. რაც უფრო მეტი შეკითხვა იქნება და რაც უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ და ვასწავლით ის, რა შეცდომებით ჩვენ გავიარეთ და რა წარმატებაც, უფრო მოხარული ვართ. მოკლედ, რაც შეეხება ჩვენს ჩაის. ჩაის ისტორია იყო ესეთი ძალიან მარტივი, როდესაც ბიოფახზე მივდიოდით, წავიღეთ ჩვენი ცალ-ცალკე შეფუთვები, იმიტომ რომ რეალიზაციას ვუკეთებთ მხოლოდ ცალ-ცალკე, ანუ ექსპორტზე გადის საბითუმოთ ვარდი, პიტნა, ტარხუნა და ასე შემდეგ. ამიტომ თუმცა ჩვენი პარტნიორებისგან იყო იდეა, რომ ხომ არ გაგვიკეთებინა რაიმე დეგუსტაცია. და ჩვენც არც ვაციეთ და არც ვაცხელეთ, ისეთი პროდუქტები გვაქვს, რომელიც რაღაცა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით არ გამოირჩევიან. მაგალითად, მათი გამოყენება და შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ბევრჯერ წაკითხული გვაქვს. მე არ ვარ ექიმი, არც ფარმაცევტი, მაგრამ ზუსტად ვიცით ჩვენი მცენარეები რისთვის არის კარგი. ოღონდ მხოლოდ ჩვენი მცენარეები, ინტერესის ამბავია და გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი სასარგებლო მცენარეები უბრალოდ როგორც მცენარეული ჩაის მიქსი იქვე ადგილზე გავმიქსეთ, ესე ვთქვათ. აბსოლუტური ექსპრომტი იყო, ჩვენს ახლობლებს გერმანიაში გამოვართვით ჩაიდნები, გამჭვირვალე და იქვე გავაკეთეთ დეგუსტაციის ორგანიზება. ასე შეიქმნა ჩვენი ჩაი.
მოკლედ რომ ჩამოვედით რაღაცა საშობაო პერიოდი რომ იყო, ჩემს მეგობრებს ესე გავუზიარე შეფუთული ეს ჩაის მიქსები და ყველა იყო აღფრთოვანებული. მოკლედ რომ არის ძალიან გემრიელი, უცნაურია, შეიძლება ვერც დაიჯეროს ადამიანმა თუ არ განსინჯა, მაგრამ არომატულ პიტნასთან ერთად მაგალითად ვარდის არომატი იგრძნობა. და მოკლედ ძალიან საინტერესო ნარევია, კალენდულა იმდენად ცოტაა შიგნით, რომ მისი მიღება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ასე რომ ძირითადად ეს იყო შემთხვევითობა, როგორც ბევრი რამე კულინარიაში და გარდა ამისა ჩვენი გემონური, ასე ვთქვათ, სურვილები. და მოკლედ ესე შეიქმნა ჩვენი ამ წუთში, რასაც ვუკეთებთ რეალიზაციას და რაც ნიკასთან მაღაზიაში იქნება, არის პეპერმინტისა და ვარდის ნაზარი. იმიტომ რომ კალენდულა დიდი რაოდენობით აღარ მოყავს, თუმცა ვაპირებთ ისევ თავიდან, იმიტომ რომ ვარდი უკვე კარგად გრძნობს თავს რაღაცების დათესვას და გვექნება სხვა ნარევებიც. თუმცა ყველა იქნება უწყინარი, უბრალოდ მატონიზირებელი, საინტერესო გემოს მატარებელი და ასე შემდეგ. თანაფარდობაც შესაბამისად გააჩნია რომელ მცენარეებს რასთან ვურევთ, მაგალითად 10%-ია ვარდი, პიტნასთან ერთად და ასე შემდეგ. ანუ მარტივია, ყველაფერი არ ვართულებთ ჯერჯერობით. დიდი მადლობა. არაფერს, პირიქით, მადლობა შეკითხვისთვის. კიდევ ერთი შეკითხვა. ანუ შეკითხვის დროა. კარგი, გისმენ. მოგესალმებით, ქალბატონო ლიზი, ძალიან საინტერესო იყო საუბარი და ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული. მე გაგეცნობით, მე ვარ ილია ხარანიშვილი, მეფუტკრეობის მასწავლებელი. მეფუტკრე ვარ და ძალიან ბევრი წლებია ფუტკართან ურთიერთობა მაქვს რა და რაკი დღევანდელი ჩვენი შეხვედრა სოფლის მეურნეობის განვითარებას მოიცავს და განვითარებაზეა ლაპარაკი, ხო, აქ ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის მოსული, პაძიებელი როგორ მიმართულებით წავიდეს რა სოფლის მეურნეობას მოკიდოს ხელი და ჩემი ჰობი იყო ჰიდროპონიკა. ეგ ჩემმა მეგობრებმა არც იციან რომ ამ საქმეს ვაწარმოებ, ეს არის სასათბურე მეურნეობა, რომელიც სიტყვაზე იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგავს, ეს არის ძალიან მოხერხებული, ძალიან ასე ვთქვათ, ნაკლებად ბიუჯეტური და შემოსავლიანი, მაღალ შემოსავლიანი და საინტერესო იქნება მე მგონი ჩვენი ახალგაზრდა მეგობრებისთვის ეს მიმდინარეობა. მე როგორც ვიცი, საქართველოში სულ რამდენიმე ჰიდროპონიკის მეურნეობა არის. თქვენ რა გამოცდილებები გაქვთ, რა რჩევებს მოგცემთ და საინტერესო იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად საქართველოში თითქოს ჩამოსათვლელია ეს მიმდინარეობა და თან შესაძლებელია რომ ადამიანებმა ეს მარტივად და ადვილად აკეთონ. დიდი მადლობა. მადლობა შეკითხვისთვის. ანუ პასუხის დროა. მადლობა. ხო, ჰიდროპონიკას რაც შეეხება, ჩვენ მხოლოდ ბიზნესად არ გვაქვს ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა, ეს არის ჩვენი ცხოვრების კრედო. ბიომეურნეობაში ჰიდროპონიკა არის გამორიცხული ამბავი. ძალიან მწუხარ, მაგრამ ასეა. თუმცა არ არის აუცილებელი ადამიანმა ბიომეურნეობა აირჩიოს. ეს ჩვენი კრედოა. შეიძლება სხვისი სხვა იყოს. ჰიდროპონიკას რაც შეეხება, გამოცდილება მქონდა თავის დროზე გერმანიაში, როცა ცხოვრობდი, მუშაობდი და ვსწავლობდი იმ პერიოდიდან. საქართველოშიც რამდენიმე მეურნეობა მაქვს ნანახი, თუმცა როგორც გითხარით, თემას არ ვიცნობ, იმიტომ რომ ბიომეურნეობა არ აღიარებს ჰიდროპონიკას. ბიომეურნეობა არის მხოლოდ ბუნებრივი, ნატურალური ციკლი, რომელიც მაქსიმალურად ახლოს არის იმ ბუნებასთან და იმ ციკლთან, რომელიც ბუნებამ შექმნა ოდითგან. ამიტომ მეურნეობა ნიადაგის გარეშე ბიომეურნეობაში არ არსებობს. თუმცა მართალი ბრძანდებით, ნაკლები ბიუჯეტური არ ვიცი, მაგრამ შედარებით მომგებიანი ამბავი არის, მართალი ბრძანდებით ამ ამბავში. ხო, მეც ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ჩემი მოწოდება არ არის ჰიდროპონიკა. როგორც გითხარით, ჩვენ სასათბურე მეურნეობები გვქონდა, მაგრამ მხოლოდ როგორც სასუქი, შეგვქონდა მხოლოდ გადამწვარი ნაკელი, ასევე ვცდილობდით, რომ არანაირი შხამქიმიკატები, ის რაც არ იყო დაშვებული ბიომეურნეობაში, არ შეგვეტანა. თუმცა სალათის
მოვლა-მოყვანა თავის დროზე სერტიფიცირებული არ გახდათ. ბიო არ იყო, მაგრამ აი ხო გეუბნებით, ჩვენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, არც ვენახი გვაქვს სერტიფიცირებული წნორში, მაგრამ 2010 წლიდან, როცა ნაკვეთი ვიყიდეთ, ზედ იყო ვენახი და არ შეგვიტანია არანაირი ქიმიური საშუალება, რაც არ არის დაშვებული ბიომეურნეობაში. ამიტომ ცოტა სხვა სფეროდან ვარ, მაპატიოთ უნდა. Ძალიან ბოდიში დავამატებ, ექცინადადებას დავამატებ, ჰიდროპონიკის რა გითხრათ, მაგრამ თუ აინტერესებთ თქვენს ახალგაზრდებს ჩვენთან ჩამოსვლა და ნახვა, როგორ შეიძლება ბიომეურნეობა რეალურად გახდეს მომგებიანი ბიზნესი და ეს არ არის 7 ძირი პამიდრის მოყვანა სახლში გოგირდით და შაბიამნით, ეს არის როგორც გითხარით დაახლოებით 30 ჰექტრამდე ბიომეურნეობა, რომელშიც არ შეგვიტანია არანაირი ქიმია, მათ შორის არც ვენახში, გარდა შაბიამნისა და გოგირდისა. თუ აინტერესებთ, როგორ შეიძლება ბიზნესად გახადო, თანაც გარემოსთან იყო ჰარმონიაში და მდგრადი ქონდეს მეურნეობა უახლოესი 10 წელზე გათვლით, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ჩვენთან სტუმრობა და ამიტომ შეიძლება ჩვენი და AIS-ის თანამშრომლობა ამ კუთხით გაგრძელდეს, მოხარული ვიქნებით. დიახ, მართლა ძალიან საინტერესო წინადადება შემოგთავაზეთ, თუმცა მანამდე თქვენი საუბრის მომენტში ჩვენც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი იქნება თქვენთან სტუმრობა და იმედია ამას აუცილებლად მოვახერხებთ და ერთხელ გესტუმრებით ჩვენი სტუდენტებით. მოკეთ, ქალბატონო ლიზი, კითხვები ხო აღარ გაქვთ სტუდენტებო, მეგობრებო. ქალბატონო ლიზი, მოკეთ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენი სტუმრებიანად, მოკეთ აი ამ შეხვედრით, თქვენი პრეზენტაციით და თქვენს მომავალ წარმატებებსაც ძალიან დიდი სიხარულით შევხვდებით. მოკეთ, რა ვიცი, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, როგორც გითხარით, ესეთ გამოთქმას ვამბობ ხოლმე. როგორც იქნა მე და ალიკომ დრო და დრო მოვახერხეთ, გავიხადოთ კალოშები და დავუბრუნდეთ ჩვენ საყვარელ საქმიანობას, წიგნს, რვეულს და კალამს. ასე რომ დიდი სიამოვნებით, თუ კი რამე შეგვიძლია, რომ ახალგაზრდებს ხელი შეუწყოთ და პატარა ტრამპლინი ვიყოთ მათ პროფესიული განათლების გზაზე, ძალიან დიდი სიამოვნებით, ჩამობრძანდით, გნახეთ, გაგვიცანით და იქნება და სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ჩვენთან ერთად, ან ჩვენს პარალელურად ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის წინსვლაში მივიღოთ მონაწილეობა. კეთილი, დიდი მადლობა, მართლა იმედი მაქვს, რომ შევხვდებით. წარმატებები და ბევრი სტუდენტი. მოკეთ, დიახ, ჩვენ მადლობთ მოკეთ, ახლა კახეთში და აუცილებლად მოვინახულოთ თქვენი სივრცე. ძალიან დიდი მადლობა და ნახვამდის დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.